წინასაარჩევნო გარემო და ქართული ოცნების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ამ საკითხებზე დღეს ბრიფინგი გივი მიქანაძემ გამართა. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ქართული ოცნების დისკრედიტაციის მიზნით მიზანმიმართულად ხდება დეზინფორმაციის გავრცელება. თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა, თითქოს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა წნორში, მოხუცთა თავშესაფარში 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები და ოფისში წაიღეს. წარმოდგენილი ინფორმაცია სიცრუე რომ არის, ამაზე თავად კორძაიას განცხადება მეტყველებს, რომლის თანახმად ვციტირებ. ჩვენ ვიცით თითოეული ამ მოქალაქისა და ამ დანაშაულის ჩამდენი პირების სახელები და გვარები, რომლებსაც დღეს შეგნებულად არ დავასახელებთ. რეალურად არანაირი პირადობის ჩამორთმევას ადგილი არ ჰქონია და არის მტკნარი სიცრუე. ტელეკომპანიამ მთავარმა გაუშვა სიუჟეტი, რომლითაც რუსთავის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებით მანიპულირებას შეეცადა. სიუჟეტში გაჟღერებული სიყალბე არის რუსთავში წინასაარჩევნო სიტუაციის დაძაბვის მცდელობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა რუსთავის მერმა, რომლითაც დადასტურდა, რომ სიუჟეტში ასახული ინფორმაცია არის სრული სიყალბე და მიმართა უწყებათა შორის კომისიას და სადამკვირვებლო მისიებს, რათა დეტალურად შეისწავლონ მომხდარი ფაქტი, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიული ტელევიზიების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლის და სიცრუის გავრცელების მორიგი ფაქტი აისახოს შესაბამის დასკვნებში. ფაქტია, რომ ამ სიცრუის ნარატივის გავრცელებას ხელს უწყობენ ეგრეთ წოდებული ნეიტრალური ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები. მივმართავთ ადგილობრივ ორგანიზაციების დონორებს. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება და არასწორი აღქმების ჩამოყალიბება ამომრჩევლებს შორის მათი პასუხისმგებლობაცაა. ამიტომ მოუწოდებთ, რომ მათი მხრიდან ამ ფაქტებს მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. მოუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და შეაფასონ საკუთარ ანგარიშებში როგორც ოპოზიციის სიცრუის ტირაჟირება, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მათი მხარდაჭერის კუთხით პოზიციონირება.